კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგიხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით, დაიყავით დაცული. გამარჯობა, უსმენთ რადიო იმედს, ეთერშია რუბრიკა კანონი მარტივად. და თუ ცხოვრობთ მაღალმთიან დასახლებაში, ან ყავთ ახლობლები, რომლებიც მთებში მუდმივად ცხოვრობენ, ეს ინფორმაცია საინტერესო იქნება. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრე პირთათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილია შეღავათები, კერძოდ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსის მქონე პირები სარგებლობენ სოციალური და საგადასახადო შეღავათებით. სოციალური შეღავათები წინა რუბრიკაში უკვე გაგაცანით, ამიტომ ახლა საგადასახადო შეღავათებზე მოგიყვებით. კანონის თანახმად საშემოსავლო გადასახადით არიბეგრება სტატუსის მქონე პირის მიერ ამავე დასახლებაში საქმიანობით წლის განმავლობაში მიღებული 6,000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა. ასევე საშემოსავლო გადასახადით არიბეგრება სტატუსის მქონე მრავალშვილიანი პირი, რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის 3 ან 3-ზე მეტი შვილი და მის მიერ ამ დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3,000 ლარს არ აღემატება. თუ სტატუსის მქონე პირის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის 1 ან 2 შვილი, დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3,000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადი 50%-ით უმცირდება. საყურადღებოა, რომ მიწის გადასახადისგან თავისუფლდება სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული ამავე დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: მეწარმე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმო სტატუსი, გადასახადებისგან თავისუფალია. ბუნებრივია, ამისთვის ის საქმიანობას უნდა ახორციელებდეს მხოლოდ შესაბამისი მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე. საყურადღებოა, რომ დაბეგვრისგან თავისუფლდება მაღალმთიანი დასახლების საწარმო სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საწარმოს საქმიანობით მიღებული შემოსავალი და მოგება ამ სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში. ასევე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება მაღალმთიანი დასახლების საწარმო საკუთრებაში არსებული დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება ამ სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში. იცოდეთ მეტი და თუ მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრობთ, ისარგებლეთ სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათებით. ან ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარეთ მას, ვისაც ეს ეხება და ვფიქრობ საგრძნობლად შეეხიდება. კანონის გამარტივებაში დაგვეხმარა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი ნინო რომაშვილი. დროებით. კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგიხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით, დაიყავით დაცული.